მიუსაფარი ცხოველები საქართველოში ცხოველები, რომლებიც მძიმე პირობებს გადიან იმისთვის, რომ ცხოვრება გაატარონ. დღეს გაგაცნობ მთელი კაჯახაძის, რომელიც ამ თემაზე ისაუბრებს. ჩემი ეს დამოკიდებულება მიუსაფარი ცხოველების მიმართ მომდინარეობს ბავშვობიდან, რადგან თითქმის სულ მყავდათ ცხოველები და სულ მყავდათ ძაღლები განსაკუთრებით. დღესაც საკმაოდ ბევრ ძაღლს ყვებავ, ბევრი ძაღლი მყავს როგორც რაიონში, სოფელში, ასევე თბილისშიც მყავს. ცხოველები საქართველოში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენენ, როგორც სოციალურად, ისე ჯანდაცვის კუთხით. ეს განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, რადგან თითქმის ყველა უბანში მიუსაფარი ცხოველები არის. ზოგი აგრესიულია, ზოგი არააგრესიული. ცხოველების გამოკვება განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, იმიტომ რომ იმ ცხოველებისგან იმდენ სითბოს და დაფასებას იღებ, შინაურმა ცხოველმა არ მოგცეს, რადგან ის მუდმივად მიმჩეულია მზრუნველობას და მიუსაფარი ძაღლები თითქმის არ არიან ამ სითბოს და ყურადღებას მიჩვეულები. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი არის მონდომებული, რომ მიუსაფარ ცხოველებს დაეხმარონ, სამწუხაროდ არსებობს ისეთები, ვინც ამ ცხოველების ისედაც ცუდ მდგომარეობას უფრო ართულებს, აწამებენ, კლავენ, აშიმშილებენ. საკმაოდ ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა იმის, რომ დაუწვავთ ცხოველები, ტომარაში ჩაუსვამთ და თავი მოუკრავთ და ისე გადაუყრიათ მდინარეში და რაღაც ნაწამები, ცხოველები, რომლის გადარჩენაც შესაძლოა ვეღარც მომხდარიყოს, ეგრე მიუტოვებიათ. მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის მიზეზი საკმაოდ ბევრი არის, განსაკუთრებით არასაკმარისი ინფრასტრუქტურა, თავშესაფრები საკმაოდ ცოტა არის და უკვე თითქმის ყველა გადავსებული არის და ფინანსური შესაძლებლობები, როგორც თავშესაფრებს, არ აქვს ფინანსურად იმხელა შესაძლებლობა, რომ თითქმის ყველა ცხოველს გაუკეთოს კასტრაცია და შეაჩეროს ეს უკონტროლო გამრავლება. სოციალურ სივრცეში არსებობს რამდენიმე Facebook ჯგუფი, სადაც აქტივისტები და მოხალისეები ცდილობენ, რომ ინფორმაცია დაწერონ მიუსაფარ ცხოველებზე, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ, საკვები ესაჭიროებათ, ან თუნდაც შეფარება და ხალხი, რომლებსაც რაღაც სენტიმენტები აქვთ ამ ცხოველების მიმართ, ცდილობენ, რომ ან ფული შეუგროვონ, ან უზრუნველყონ მათთვის უსაფრთხო გარემო. თუმცა ფუნდამენტურად მაინც არაფერი არ იცვლება, რადგან მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარება სჭირდება სახელმწიფოსგან საკმაოდ დიდი რესურსის ჩადება, რაც ჯერჯერობით არასაიდან არ ჩანს, როგორც ფინანსური, ისე მონდომება მაინც სჭირდებათ, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ. ადამიანებს ვეტყოდი პირველ რიგში იმას, რომ იზრუნონ როგორც საკუთარ ცხოველებზე, ისე მიუსაფარ ცხოველებზე, თუმცა მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კასტრაცია გაუკეთონ, თუ რაღაც ბიზნესი არ აწარმოონ ამ ცხოველებისგან. ჩვენი ერთი მოფერება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს, ვიზრუნოთ მათზე და გადავაჩინოთ ისინი.